ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად სავარაუდოდ მეორე ტური გაიმართება. საბოლოო შედეგები რამდენიმე წუთში გამოცხადდება. ელექტრონული აპარატის მონაცემებით კი საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეორე ტურში მონაწილეობას საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდაშვილი მიიღებენ. ირაკლი კობახიძე ღირსეულად იყო წარმოდგენილი ღონისძიებაზე თურქმენეთში, ვიზიტს ყაველაშვილი აფასებს. ის პროვოკაციას და სპეკულაციას უწოდებს კობახიძისა და პუტინის ერთ სივრცეში გამოჩენაზე საზოგადოების აღშფოთებას. არ ვართ ის ხელისუფლება ესეთ მარტივ პროვოკაციებს ავყვეთ, რატომ ისხდნენ ერთად ირაკლი კობახიძე და რუსეთის პრეზიდენტი, ამბობს ყაველაშვილი. ზელენსკის უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა ბერლინში სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერით შეუერთდა. როგორც ზელენსკი აცხადებს, უკრაინა პირველ რიგში საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რათა მომავალში თავიდან აიცილოს აგრესორის მორიგი შეჭრა ქვეყანაში. შიშველი ხელებით შეიარაღებული ტერორისტის პირისპირ ავსტრალიაში 43 წლის კაცმა სიცოცხლის რისკის ფასად ერთი თავდამსხმელი განაიარაღა და ბევრი ადამიანის სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი დაიჭრა. მას მეორე თავდამსხმელმა ესროლა. დღეს სიდნეის სანაპიროზე ხანუქას აღნიშვნისას მომხდარი სროლისას 12 ადამიანი დაიღუპა და 29 დაიჭრა. ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მეორე დააკავეს.